Ყველას სალამი ტკბილებო, კარგებო და ძვირფასებო. მოდი გავიკეთოთ კიდევ ერთი ყავა, ერთი უკვე დავლიე. და გავიკეთოთ კიდევ ერთი ყავა, რომელიაო აი ამაზე. ხო და ეს არის გოლდი. გოლდი და მე მიყვარს ველვეტი. ძალიან მიყვარს და გოლდიც მიყვარს. და აი ეს ნესკაფე ვერა. ვერაფრის დიდებით ვერა. რაღაცნაირი გემოაქვს, არა ჩემი. ეს ძალიან ზემოთ აყენია, შეიძლება იფიქრონ ფეხები არ გამომიშთეს. ასე, იმიტომ დააყენა. არაფერის აი ჩემი ცელულიტიანი ფეხები, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ყოველს დილა მშვიდობისა მე ისევ მეძინება, იმიტომ რომ დღესაც 7 საათზე გავიღვიძე. და რა გავიღვიძე 7 საათზე, ჯერ სკროლავდი რაღაცას და მერე თქვენთვის გავაკეთე გუშინდელი ვლოგი, რომელიც გუშინ უნდა გამეკეთებინა. და გუშინ ვიზარმაცე. ხო და აი ესე. ეხლა არის 10:20 წუთი. მშია და მეზარება საჭმლის გაკეთება. ეგეც რაღაც გაიგიათ? მშია და მეზარება. სანამ ყავა ადუხდება, მოდით კავერცხი შევწვათ თუ მოვხარშოთ, მოდი. იმიტომ რომ ძალიან ისეც არ მინდა ამწუხი. აი როგორი განცდა მაგ იცი, თან მშია, თან გული მერევა. რა ვიცი რატო. გუშინ ესე იგი ეს კვერცხი არავის არ უჭამია? გუში რა ვიყიდე. ესე იგი ვხარშავ ჩემთვის, ბონისთვის და ევასთვის. აი შემოუშვე.
დღეს წიწიბურად უნდა მოვხარცო. ეს დაკერებულია. It's და ესე ყველა ქვეყანაში კაკაშკებიანი ისინი იყიდება, თუ მაგალითად ევროპაში არა, თუ იქაც ესეა. დაწერეთ აბა. ვინც ევროპაში ხართ, იყიდება კაკაშკიანი კვერცხი თუ არა, ანუ აი მაღაზიებში, მარკეტებში, დიდში. დიდშიც და ანუ ფერმას არ გულისხმობ. მაღაზიებში. შევიკეთეთ კბილო. აჰა, ეხლა დავისხოთ ყავა. და წავიდეთ. მაცივრის კარი ღია დამრჩა. დავტოვე უფრო. და დავისხოთ ეს. კი, მაგრამ არ მინდა. რა მინდა არ ვიცი. რაღაცნაირად აი მეძინება და არ ვიცი რა მინდა. აი თარო გშია და თარო არ გშია და თარო გინდა და თარო არ გინდა. უაზრო ისაა მდგომარეობა. დავიდეთ იქით. აიქა. გუშინევას კაბო ვუყიდე ბებეში და მოვიწყდა თქვენთვის თქმა. ეცა განახებთ. ბებეშიც იყო 20%-იანი ფასდაკლება და აი ეს 18 ლარიანი 14 და რაღაცა ვუყიდე, ანუ პარკიანად. ბარბია წერია. ჩითისა 4-6 აწერია. ჩითი კი არა, ბამბის. ისეთი საყვარელია. გუშინ ძალიან უნდა და არ რომ მოვედით სახში ქვემოთ ალუბალი დგას. ხო და ეს ალუბალი რამდენიმე მოვწყვიტე მე რა და იკა მითხრა მოგიკრიფო. მეთქი კითხა, ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები. ყვავილებს დაგიკრეფავს ხიუს და რაღაცა. ანუ ძალიან მიყვარს ეგენი რა და ისა მეთქი კითხა და მე ეს მე ერთი 3 წელი შევჭამე რა და დანარჩენი იკამ რაც დაკრიფა ევას წავუღე. რომელიღაცა ცუდად იკეტება და უნდა ესა და იღება მე. ხო ეს კაია. ხო და ეს ამოუტანე ევას და კურკა ხო იცის რო აქ და არაჭამს ეგეთებს რომელსაც კურკა და ამოუღე კურკა და კურკა რომ ამოუღე ხო ეს წვენი გამოუვიდა. ხო და იმ კაბაზე რომელიც კატებიანი კაბა ჩავაცი, აი იხსნება. წინაზე რო ვუყიდე. ცისფერი სახლისთვის. არა. ხო და ეს იმაზე ჩამოისხა ეს ალუბალი და თან გაუხარდა, იმიტომ რომ ანუ მას ვეუწუე ძალიან ჩამოისხა, იმიტომ რომ მას ეთი ტიპი არ არის, მაგრამ გაუხარდა ისო და ესო არა რომ ახალი კაბა რო აქ ხოლმე მაშინვე უნდა ხოლმე ჩაცმა და
მითხრა დედა დაისო არა ის ჩამაცვი და გუშინ თელი დღე ესეცა მე უკვე საღამოს რომ ეცინებოდა მაშინ გავხატე და პიჟამო ჩავაცვი არ ვიცი თქვენ როგორ ხართ ხო მაგრამ ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია ესეთი პიჟამო არა კაბასავით არამედ შორტიანი ან შავლიანი რატო იმიტომ რომ მე ძალიან გაშუჩხული ძილი ვიცი და ანუ ზუსტად ვიცი რომ არაფერი არ მიჩანს მაგ დროს რა და მშვიდად ხო და ბავშვსაც რა ვიცი მაგას ვაცმევ ხოლმე ხო ხოდა ესეთი ამბავი გუშინ სარბენას რო გავედით იმდენი ხალხი იყო კიკვიძეში არ ვიცი ამდენი ბავშვები თუ იყვნენ აქ ახლო მახლო არც მეგონა რასასაც ილო ან ეს კაფე რო არ მიყვარს და ეს კაფეს ჭიქით რო ვსვავ ყავას ქმარიამ და ჩასვა მანქანაში ვსათავ გუშინ ძელ ჩემი დაიკას ვლოგზე მირო ნინი როგორ ხარ გილოცა ნინეობას უფალი გფარავდეს კაი ადამიანი ხარ და საყვარელი ბავშვები ყავს საყვარელი გოგო ყავს ღმერთმა გაგიზარდოს მირან და მიქავა სენაკიდან მოკითხა ძირფასო მოკითხა ელდინო სალამი ძირფასო როგორ ხარ ვაიმე ღმერთო რა საყვარელი ოჯახი ხართ უფალი გფარავდეს რა კარგები ხართ ძალიან ბევრი ვიხალისე ღმერთს ვაიმე როგორ მიხარია ხოლმე ესეთი კომენტარები აი ძალიან მიხარია ხოლმე ლელო აურა საყვარელი ხართ მომენატრა მანქანის ვლოგები ეხა კიდე ერთი იქნება მიყავა რომელი მოხსნას იაკოვსის მომხმარებელი ვარ მეც ეგ რომელი ეს გოლდია და კიდე ველვეტი მიყვარს ძალიან ლელო ბავშვთაც დღეს გილოცა ევიტუნა ფერაძე ლაღი ბავშვობა უფალი გფარავდეს მადლობა საყვარელო გილოცა ზაფხულის შემოგწანებას ბედნიერი და ფერადი დღეები გქონდეს ყველას ამინ აი ყველას გქონდეს ჯანმრთელი ბედნიერი ტკბილი თავგადასავლებით ახსავსე მყუდრო ზაფხული ახალი წელი უნდა მეთქო ღმერთო კიტო მშვიდობაში სამივე ლამაზია მადლობა ძვირფასო თქო რა საყვარელია როგორც თბილად ებყრობა თავის პატარა პრინცესა დაიგოს ხო ძალიან უყვარს ანუ თქო როგორი ტიპია იცი აი სანამ ძალიან პატარა იყო რაღაცა ვერ ეკარებოდა ბავშვსა და ცოტა რომ მოიზარდა ეხა ძალიან დამეგობრდნენ ირმა მშვიდობაში და ბედნიერებაში ჩემო ლამაზებო მადლობა ძვირფასო ლელო გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს ბედნიერი ლაღი ბავშვობა გქონდეთ მიყვარხართ ჩიკო ნინი გილოცავ ნინაობას ჩემო ლამაზო მადლობა ძვირფასო ნატო ჯანმრთელობაში და ბედნიერებაში გაგეციდოთ ბავშვებო მადლობა ძვირფასო მანანა ნინი მშვიდობაში რაც შეიძინეს ბავშვებმა ყველაფერი გქონოდეთ ბავშვებს მადლობა საყვარელო ანდრეამ ადრე იყიდა კეტები ვაგზალზე აი ქალები რო გეუბნებიან რომ შენი ზომა შენთვის არის შექმნილი და რაღაცა ეგეთ ადგილას რა კეტები იყიდა და დიდი აქ რავი ეთყობა ვერ მოიზომა სიჩქარეში მე არ ვიყავი და ეს ვერ დარბის მაგითი ხო და გაქვთ მეთქი სარბენად ვკითხე გუშინ და გამოიტანა ეგ ხო და ორ ნასკს თუ ჩავიცმევო მექნებოდა მეთქი შვილო ამ სიცხეში და რა უნდა ირბინო და ახლა ორი ნასკი და წავედით გზაში იგახუმრობდა ეუბნებოდა არ ვიცი შეამჩნიეთ ვინმე ალბათ რომ თავარია ხაც დიდი არ იყიდოსო ანდრიამო სოფო ნინი ძირფასო იღლევს ჩემი გამოცდებით მხოლოდ ეპილაცია შველის ორი პროცედურის შემდეგ თმა შეგიმცირდება და სიშავეც თან გახვება მე სამსხივიანი რომ არის ახალ გაპარსულზე რომ კეთდება მაგან მომცა შედეგი ერთი ძვირიც არა ეს ეპილაციაზე არაა ძვირფასო ეს კანია აი ნახე 2-3 დღეში ერთხელ ვიკეთებ ჩემს ეპილატორით აი ბეწვი არა მაქვს ანუ მაგრამ ნახე შორიდან როგორი ფერია ხო ხედავ თორე ახლოდან აი არ არის ბეწვი მაგრამ შორიდან არის ესეთი ხოდა ანუ ვიდეოში ძალიან ისე ჩანს ხოლმე ცუდად
და რა ვიცი, მით უმეტეს ღია ფერი თუ გაცვია, კიდევ უფრო მუქი ჩანს და კიდევ უფრო ცუდად ჩანს და რაღაცა სოდაო და ლიმონიო და რაღაცა ეგეთი მაქვს წაკითხული, რა ვიცი, ვცდივ ნახოთ. აუ, როგორ მეძინება ნეტაიცა. ხო და ანუ ტკბილი მიყვარს დილას ყავასთან და შოკოლადი შავი მივაყოლე დილას ესეც. მაგრამ ეხლა რაღაცნაირად საჭმელი მინდა, ანუ დილას არ ვჭამ ხოლმე მე. 10:30-ია და ანუ ვჭამ ხოლმე, ოღონდ ტკბილი, თხილი და ეხლა გული მერევა თხილზე ტკბილი არ მინდა. მინდა საჭმელი, ანუ აი კვერცხი მინდა ერთი ცალი, პამიდორი მგონი არ გვაქვს, მაგრამ პამიდორი ძალიან მინდა. პური, ყველი, აი ეს მინდა და ეგ უნდა შევჭამო. ამიტომ არ ვატან ამას არაფერს. ნატო, ნინი გფარავდა წმინდა ნინო მთელს შენს დიდ ოჯახს ფერია პრინცესა გოგოს კი ლაღი ბედნიერი და მისნაირი ლამაზი ბავშვობა დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. ევა ისეთი რაღაცნაირი წმინდა სულის ბავშვია, რომ მისნაირი ბავშვობა ძალიან კარგი იქნება. დიდი მადლობა ესეთი სურვილისთვის. მანანა ევა რა საყვარელი ხარ, როგორ გიყვარს დედიკო. ლელა როგორ მიყვარს თქვენი მანქანით მოგზაურობის ვიდეო, მიყვარხართ, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და მე ძალიან მიყვარს. ჩვენ ერთად სადმე მივდივართ, დღეს მინდა რომ ანუ გუში არ გამიშვა, ანუ მე ვთხარ, არ მithქვამს წამოდი მეთქი, იმიტომ რომ ადრე ერთხელ ვიჩხუბეთ სადღაც მინდოდა წასვლა და ის ჩოგბურთი ქონდა საყურებელი და ისა მეთქი რატო არ მომყვები მეთქი ჩოგბურთის გამო თქო. თან ბავშვი ყავდა წასაყვანი, ანუ ჩემ რაღაცაზე კი არა, ბავშვის რაღაცაზე და ძალიან ნაწყენი დავრჩი მაშინ და იმის მერე დავფიქრდი და ანუ სერიოზულად კი არ ვიჩხუბეთ, აი პროსტა პატარა უსიამოვნება იყო რა და მერე დავფიქრდი, რომ ერთადერთი რაც ძალიან უყვარს იკას არის ჩოგბურთი და მართალია აუტანო და დიდხანს მიმდინარეობს, მაგრამ როცა რაღაცა გადამწყვეტი თამაშებია ხოლმე არ შეუძლია ხოლმე მოწყდეს, ამიტომ მეთქი ეგეთ დროს აღარ ვეტყვი და სხვა დროს დავგეგმო, ეგ გადავწყვიტე და ანუ მეთქი წავიდე თქო რა უთხარი და არა ვეხავ ჩოგბურთიაო რომ მითხრა, მეთქი ოკეი, მაშინ მე წავალ, ანუ არც მithქვამს რომ გამყევიან რაღაცა, ან აი ნაწყენი და გაბუტული არ დამიჭერი, არაფერი უთხარი, პროსტა მე წავალ, მეთქი თან მიხარია თქო რა, იმარტო წავალ თქო რა და მე უკვე რო ჩავიცი გავემზადე აქედან და გავედი მითხრა რომ მიდიხარო და ხო მეთქი და თუ დამელოდებიო აი პამიდორიო მაქო და ჭრილიო და 5 წუთში შევჭამო და მეც წამოვალო გადაიდო ჩოგბურთიო და მეთქი კეი და წავედით ერთად ოღონდ ეს მეორე იმაზე გიყვებით რომელიც ჯერ არ დადებულა წმინდა ნინოობას გილოცავთ გფარავდე წმინდა ნინო მადლობა ძვირფასო მანანა გილოცავთ ზაფხულის სიხარულის ზაფხული ქონოდეთ გილოცავთ ბავშვთა დღეს ბედნიერება ბავშვებს ამინ ძვირფასო ამინ ნანა ნინოობას გილოცავთ ჩემო კარგო გფარავდეს წმინდა ნინო ვერ წარმოგიდგენ როგორ მიყვარს სახელი ნანა დედა ჩემს ერქვა და იმიტომ მანა ყველა ნანა ჯამრთელი და ბედნიერი იყავით ძვირფასებო მანანა კარგი დღე გქონოდეთ ნინი და ბედნიერება მადლობა ჩემო საყვარელო ქრისტინა მეც გილოცავ ბედნიერი იყავი მადლობა ნინო დვალი გილოცავ ნინოობას მისი მფარველობა და წყალობა არ მოკლებოდეს შენს ოჯახს გილოცავ ბავშვთა დაცვის დღეს შენი ევიტუნას თამადობით და ასევე სრულიად საქართველოს ყველაფერთან ერთად ვლოცავ კვარას და PSG-ს ჩემპიონობას მადლობა ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარელო დიდი მადლობა ძალიან ტკბილი კარგი აი არ ძალიან მიყვარხარ მოკლედ ვიტყვი აი ძალიან მიყვარხარ და ნიკს რო ხედავ გული სითბოთი მევსება ესე მყავხართ ადამიანები რომელსაც უბრალოდ ნიკს რო ხედავ უკვე რა ვიცი ჩემს ტვინში ალბათ გამოიყოფა რაღაცა ენდორფინები ხო მე არ ვიცოდი ჩემ და სამარცხვინოთ უნდა ვთქვა რა თამაში იყო იქ არ დაიძინა ეგ ყვარა რო თამაშობ და ვიცოდი მაგრამ ჩემპიონატი და რაღაცა ფინალი და რაღაცა თუ იყო ეგ არ ვიცოდი რა და
დავწექი მე დავიძინე, კაცო, ის უთხარი, რატო არა თქვი მეთქი იმ დღეს მაღაზიაში ვიყავით, იმის აღამოს და ჩიფსს გიყიდით, ხო, რა უყურებს ხოლმე ესეთ იმას, რა ქვია, გადამწყვეტი თამაში რო. ხო, არ ვიცოდი და მე TikTok-იდან გავიგე. ვეთი ვნახო თუ ატუხდა ისა. კვერცხი. ვიდეოს მივეცი ატვირთვა იმას, რომელსაც მოგიყევი და ჯერ ალბათ კი რა ჯერ მაგას ნახავ და მე იმას. ხო და ის აი ხა დავწვებოდი. 1-2 საათი ისე დავიძინებდი, ისე ტკბილად. არ მყოფნის ძილი, არ და ვერ ვიტყვი რომ ცოტა მძინავს, მაგრამ მე მგონი ეს ვარჯიში რომ დავიწყე, ეგ მღლის უფრო მეტად, აი ვისაც გაქვთ გამოცდილება ვარჯიში რომ დაიწყეთ, უფრო დაღლილი იყავით ხოლმე? დაწერეთ აბა კომენტარებში. ხო. კიდე ისა, მაგრამ თვითონ რო ვირბენ, ან როგორ ვაკეთებთ, თუ ვირბინე ძალოვან ვარჯიშებს, კი არ ვაკეთებ, ანუ უბრალოდ ხელებზე ვაკეთებ, ბუქნს ვაკეთებ 1-10 წელს და პრეს და всё იმ დღეს. და თუ არ დავბივარ, მაშინ ვარჯიშობ. უფრო ინტენსიურად. ხო და რო ვივარჯიშებ, ან რო ვირბენ, მე ძალიან კარგად ვარ ხოლმე. აღარც მეძინება, საერთოდ აღარც მშია. ანუ რაღაც როგორ ვიცი, ძალიან რო დაისვენებ და ძალიან მაგარ ხასიათზე რო ხარ, რაღაც სასწაულებრივად მოქმედებს ჩემზე. მაგრამ აი ეხა მაგალითად დღეს დილას გავიღვიძე, მშვენივრად დასვენებული რაღაც ვიყავ 1-2 საათში ისე მეძინება, რომ ვერ აგიწერთ. ირმა ლაღი და ბედნიერი ბავშვობა, ბავშვას წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ, მადლობა საყვარელო. ლელა, ჩემო ძვირფასებო მშვიდობაში ყველაფერი სიკეთეში და ბედნიერებაში გაგეცვიდოთ. თოკოს ჩუსებზე კი კარგად ვიცინე, გადატეხელი რომ დავინახე, რა საყვარელი ხარნი, კარგ ხასიათზე დამაყენეო. ხო, აი, წარმოიდგინე ხა შენ, ეს პირველ ჩუსტი არ არის. შარშა რო უყიდეთ ზღვისთვის, ეგ, მერე მამამისის ჩუსტი ქონდა, ეგ, 1-4 ჩუსტი, ესე გატეხა. რო ზის, მე ესე მივხვდი და რაღაცას რო უყურებს, ამ ფეხს ესე შვება და ატრიალებს იმას, ხო ხდებით იმ ადგილს და მერე ტეხავს ეგ ერთ ფეხზე. მაგ ფეხზეა ყოველთვის და მაგის და ეხა იმ დღეს შევხედე, თან არაფერი არ უთქვია, იმიტომ რომ სვამების გაფუჭებაში და შევხედე ზის, ფეხი ფეხზე გადას. მეთქი, რაღაც პატარაა ეს ჩუსტი, ქვემოდან შევხედე. პირდაპირ ამიწყდა სიცილა, თვითონაც მიხდა, თვითონაც სიცილი დაიწყო. ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვები, იმიტომ რომ იცით როგორები არიან. ანუ თუ მაგალითად რაღაცა შეიძლება არ აქვთ. და შეიძლება იციან, რომ იმ მომენტში არ გაქვს რო უყიდო. არ გეტყვიან, არ შეგაწუხებენ, ანუ თავს არ წაგაჭამენ, ფულს არ გასესხებინებენ, რომ აი მე ესე და ისე, ანუ ხდებით როგორ ძალიან ესეთი დასტოინი ბიჭები არიან და ძალიან მიხარიან. ნუ პრინციპში მამამისიც, მათი მამა ზუსტად ეგეთია. და მეც ახლა ტანსაცმელზე გაგიჟებული არა ვარ, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვისაცვია ის, რაც აცვია, იმიტომ რომ შეიძლება მანეკენს, რომელსაც არც გონი აქვს და არც სული და არც არაფერი, რაღაც მილიარდიანი კაბა ჩააცო და მაკიაჟი და ვარცხნილობა გავუკეთო და მაინც ცარიელი მანეკენი იქნება და შეიძლება კიდე ადამიანი, რომელიც არის სავსე სულით, არსით, გონით და ყველაფრით, რაღაცა უბრალოდ
ჩითის და ბამბის კაბა ან ჯინსის და უბრალოდ მაისური ეცვას და ის იყოს ვინც არის და მე ყოველთვის ესე ვთვლიდი და ესეთი ძვირფასია და რო წავიკითხე მაშინ ანა კარენინას აღწერაში ლევ ტოლსტოის ესეთი რაღაცა რომ ეწერა რომ ანა სოშა ანუ კიტის წარმოედგინაო რომ ის ფერკაბაში მოვიდოდაო ანა მაგრამ არ სჭირდებოდაო ანას ფერადი კაბები იმისთვის რომ კაშკაშა ყოფილიყო ანუ ზუსტად სიტყვას თქვით არ მახსოვს მაგრამ ხო ხტები ანუ ანა ისეთი იყო რომ შავი კაბა რომელიც არაფერს არ ამბობს და რომელიც ცარიელი ფურცელია ასე ვთქვათ ყველაზე მეტად უხდებოდა იმიტომ რომ ის იყო ვინც იყო და ანუ აი ლევ ტოლსტოის თავისი ზღაპრული ქალის აღწერაში რომ ეს უწერია აუ გადავირი სიხარულისგან ირმა რა საყვარლები ხართო ირმა ჭანკვეტაძე სხვა ირმა ის სხვა ირმა ნინოობას გილოცავ ჩემო ლამაზო გფარავდეს წმინდა ინოს ძალა და მადლი მადლობა ჩემო საყვარელო გილოცავ ჩემო თოჯინა ბავშთა დღეს ლამაზი ბედნიერი და ლაღი ბავშვობა გქონდეს ჩემო პრინცესა დიდი მადლობა ძვირფასო აი ეს მიმართვა მახსოვს შენი ევარო გაჩნდა იქიდან რაღაცა ეხა ვიტირებ ისეთი ძვირფასია რაღაცნაირად რო ვკითხულობ რომ რა ვიცი ლელა გამარჯობანი ევოლუცია ბავშვთა დაცვის დღეს და ნინოვა წმინდა ნინო იყოს შენი თავის და შენი ოჯახის შემწე შეგეძიათ მისი ძალა და მადლი გფარადეთ მუდამ ჩემო ლამაზო დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარლებო იცოდეთ რომ თუ ვიდეო უბრალოდ დაგულებული მაქვს ან ვიდეოში ვუპასუხე აი როგორც ასე დილას ან შეიძლება სადმე ისეთ სიტუაციაში ვარ რომ ვერ გპასუხობთ მეტად ან საშინელი დეპრესია მაქვს და დეპრესია როცა მაქვს და ცუდად ვარ ვერც კომენტარებს პასუხობ ვიდეოებსაც აი ძალიან სხვანაირად ვიღებ ხოლმე შემჩნეული გექნებათ აი ის რაღაცა ცეცხლი აკლია ხოლმე ჩემი ყოფნა აკლია ხოლმე მაშინაც კი როცა მე ვიდეოში ვარ და ურთიერთობებში ანუ აი სახლშიც ქმარს ბავშვებს ყველას უბრალოდ ვეკონტაქტები იმიტომ რომ ყოფით რაღაცეებზე მაგრამ აი ისე რომ დავუშვათ და რამეზე ვისაუბროთ ანუ აბსოლუტურად საკუთარ თავში ვარ ხოლმე ჩაკეტილი ასევე მეგობრებს ასევე აი უბრალოდ ჩემ თავში ვარ ხოლმე ძალიან ღრმად და ამ დროს არ შემიძლია ხოლმე ურთიერთობა და შეიძლება იყო პერიოდები რომ კომენტარებს მიწერის და დაგულებულიც კი არ მქონდა ბევრი კომენტარი ძალიან იმიტომ რომ ვკითხულობდი მაგრამ აი ეგ უკავშირიც კი არ შემეძლო რომ დამეგულებ აი შეიძლება ვიღაცასთვის ვისაც არ გამოუცდია გაუგებარი და რაღაც ისეთი იყოს მიუღებელი და წარმოუდგენელი მაგრამ აი ესე ვარ ხოლმე მიხარია რომ ეგ პერიოდი ახლა არ მიდგას 6 თვე მედგა და იმიტომ ეხა არის 46 წუთი გავიდა ესე იგი კვერცხი უკვე მოიხარშებოდა წავიდეთ აბა სულ გადააცალა იმ თეფსის соусის ნარჩენები ცოტა ხანი ესე უნდა იყოს ამაში ცივწყალში ასე აბა პომიდორი არა გვაქვს ესე ვიცი მე როგორ მინდა კიტრი გვაქვს მე კიტრი რო არ მინდა ვარგა არა ნაცნები აი რაზე ვჭამო ის რაც არ მინდა ყველი მინდა ყველი ყოველთვის მინდა რანაირად ჭრიან ამ ყველს პროსტა ვგიშდები უყურეთ აი რატო ჭრიან აი ესე აი ხო შეიძლება წესიერად მოიჭრან
სამაგიეროდ მე მემრჩება იქ გემრიელი ადგილები. ესე. ეს ოხერი ყველი. ისეთი მძიმეა ხალხნო. ისეთი მძიმეა, რომ სულუგუნი. ორმოცდათ 18 გრამია, წამიეთ. რატომ მიყვარს ეს სახლი, იცით? ის აქვს სხვადასხვა მხარე რო აქვს. აი ახლა აქედან ამზე მომდგარი და იქით საძინებლებში გრილა. მე საძინებლებს რომ მოადგება აქეთ გრილა და რაღაცა ძალიან სასიამოვნოა. პური არ მინდოდა, მაგრამ არ მაქვს წიწიბურა მოხარშული და ამეზარება მაგის ლოდინი. აი ეს ზღაპრული პურია. პომიდორი ძალიან მაკლია, ვიტყოდი, მაგრამ რა ვქნა? და კვერცხი. ხო, ეხლა კვერცხი მოდი, ჯერ ბავშვებს გაუტეხოთ. და მე ჩვენთვის. ეს ევიტუნის. დიდი კვერცხები მიყვარს. მირჩევნია ერთი შევჭამო დიდი, ვიდრე ორი პატარა. ჯამში ორი პატარა უფრო მეტი გამოდის, მაგრამ რავი. ესე მირჩევნია. მაინც გაყვა. სილა. ისე ჩემი სიცოცხლესი. პატარა თეფშს დავუდოთ და დავუჭრათ. ესე მოიცა. ეს სალფეტკი ვინ უკნა, რა უკნა, არ ვიცი, ბავშვები უზავდნენ. ესე. და ყველიც მოუჭრათ, მოდი. კი ვლაგებ ხოლმე, მაგრამ არ აჭამს ყველს და ამიტომ დიდ ნაჭერს არ ვუჭრი და მარილიც წავუღო. თვითონ უყვარს რო აყრის, ოღონდ სად არის? აგერ. ეს წავუღოთ ევიტუნის. თქვათ მე დედას. ეს ბონის. გიჟდება ისე უყვარს კვერცხი. თან გული უფრო უყვარს. ჯერ გულს ჭამს და მერე ცილას. არა და გული არა ჭამოთო. კვერცხის გულმა რა უნდა უყოთ გეხვეწები რა. სისულერე მგონია. მე ვაჭმევ. მაინც ცუდად იფრთხნება. გაყვა. ესე. მოდი პატარა. ასე. და ეხა დედასი. არც ერთი არ გატყდა სხვათა შორის. რატო არ აჭამ? მოხარშვის დრო. ჩემი იფრთხნება, კარგად, ნახე. ოღონდ რაღაც თოხ-თოხა აეტყობა ეს გატყდა პროცესში. ასე. და
გაიბზა, წყალი შეუვიდა ეწყობა. და რაღაცი თოქთოხაა. აი ზუსტად ეს მინდოდა და მხოლოდ ეს მინდოდა. მარილი კარგად მიყვარს მე. იცით თქვენი გამბავი. всё. всё. და უშაქრო არსი დავისხათ. ეს გაზიანის ასმერები მე მეორე დღეს უფრო მიყვარს, რაღაცნაირი გასგასულებია. იცით თქვენ როგორ ხართ ამასთან. აი ესე აი. ჩვეულებრივი, მოგრძალებული საუზი. ევანს ჭამს, ბონიც ჭამს. დედაც შეჭამს. დილამშვიდობი საძვირფასებო ყველას. აქ მაგ ძალიან ჩვეულებრივი მოგრძალებული, მაგრამ ჩემთვის უგემრიელესი საუზმე. სამწუხაროდ პომიდორი არ მქონდა, თორე პომიდორით მიყვარს ძალიან ეს. ეს უშაქროა. ჩემი უსაყვარლესი საჭმელი. ზუსტად აი ეს შავი პურით.